პირველი რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით თუ რამ განაპირობა და საიდან მოდის ეს ინიციატივა. ეს ინიციატივა უკავშირდება 2010 წელს, კერძოდ მაშინ ამოქმედდა სწორედ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მის თანახმად პირის მოწმის სახით დაკითხვა სავალდებულო არ არის, არამედ შემოვიდა ინსტიტუტი გამოკითხვისა, რომელიც აი ეს უკვე გუშინდელის ხდომა იყო მესამედ მიღებული ამ მოწვევის პარლამენტის მესამედ მიღებული გადაწყვეტილება და მაშინ დეპუტატებმა, რომლებმაც მანამდე გადმოწევას, მერე ისევ 1 იანვარს გადაწევას დაუჭირეს მხარი და კატეგორიულად თამობდნენ, რომ ეს 1 იანვარს აუცილებლად ამოქმედება, ეხლა უკვე 2 წლით გადავადებას დაუჭირეს მხარი. ის არგუმენტები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი უწყებები არ არიან მზად იმისთვის, რომ ასეთი წესი ამოქმედდეს, არის ჩვენთვის მიუღებელი და თუ კი ეს მისაღები არის საქართველოს პარლამენტისთვის, მაშინ მათ უნდა მოეთხოვათ კონკრეტული გაწერილი გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელიც იქნება დასტური იმისა, რომ უწყება ემზადება ასეთი წესის იმპლემენტაციისთვის და შესაბამისად მათ ჭირდება დრო. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს ვეტოს უფლება და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან სწორი ნაბიჯი მისი მხრიდან.